მე ახლა ვიმყოფები ინდოეთში და რომ მოვედით სასტუმროში გაგვაფრთხილეს რომ ფანჯრები არ დატოვოთ ღია. სასტუმროს ფანჯრებზე მაქვს საუბარი. ყველას ვაფრთხილებდი მე და მე დამრჩა ღია. და ახლა ნახეთ ვიდეო რა მოხდა ჩემს ოთახში. მოდი. გამაფრთხილეს რომ არ დაგრჩეს ფანჯარა ღიაო. შეხედე. შემოვიდნენ მაიმუნები. ნახეთ რა ხდება. ჩემი ჭადი, ყველი, ვაშლი, ლიმონი, უთამაშიათ ყველაფერი. შეხედეთ. ნახე, ეს არის უდასრული, მოუსინჯიათ ესა. ჩაცმული. ჩაუცვიათ ჩემი ტანსაცმელი მაიმუნებს და ნახე რა დღეში ვარ. ეს ყველი მენანება თუ არა. ჭადი გადნახეთ. ჭადი არ მოწონებიათ, ნახე. შეხედეთ, წამოდით აქ. ეს უაურევია. ნახე, აქ რა არის. ეს ნახე. ეს ფანჯარა დამრჩა ღია და მაიმუნები გადმოვიდნენ. დაიმახსოვრეთ, არასოდეს არ დატოვოთ ფანჯრები ღია. ღამე გველები შემოდიან, დღისით მაიმუნები. წამოდით. კარგად. მოგესალმებით. ჩემო ძვირფასებო, თქვენ შეიძლება ამის შესახებ არ იცოდეთ, მაგრამ ერჩევას მოგცემთ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ და მიხვდებით, რომ ეს არის მართალი. ეხლა რაშია საქმე? თუ თქვენ შეგიძლიათ ადამიანთან იყოთ კარგად, აქოთ, მოეფეროთ, სიყვარული აუხსნათ, დაუმტკიცოთ მეგობრობა. მერე შეტრიალდებით და მას ზურგს უკან გალანძღავთ, გააქილიკებთ და ისე არ დაახასიათებთ, როგორც მას პირში ეუბნებით, აუცილებლად გაისინჯეთ სისხლის ანალიზი. თქვენ ფსიქოლოგიური მდგომარეობა კი არა გაქვთ, საორჭოფო და კი არა გაქვთ ეჭვის ქვეშ. აუცილებლად ჯანმრთელობას ეტყობა ეს ყველაფერი. ძალიან ხშირად ადამიანები ვერ ხვდებიან, რატომ არიან ცუდ მდგომარეობაში, რატომ არ უმართლებთ. იმიტომ, რომ თქვენ ზურგს უკან შეგიძლიათ გალანძღოთ, ლაფიასხათ ადამიანს და მერე პირში ეპირფეროთ და ასე შემდეგ. გაესინჯეთ ექიმს.